საღამომშვიდობისა პირდაპირ ეთერშია გადაცემა ჯანმრთელობის საათი, რომელიც გათვლილია მხოლოდ და მხოლოდ ტელემაყურებლების ინტერესებზე. თქვენ შეგიძლიათ გვიყუროთ ტელერადიო კომპანია რიონის ეთერის მეშვეობით, ასევე გვისმინოთ რადიო რიონის ეთერში FM 105.5-ზე. წარმოგიდგენთ სტუდიაში მოწვეულ სტუმრებს დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრის ნევროლოგიური განყოფილების ხელმძღვანელი, კლინიკური დირექტორი პროფესორი თამარ ჯანელიძე და დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრის კარდიოლოგიური სამსახურის ხელმძღვანელი ელისო წაქაძე. ჩვენი გადაცემის თემა გახლავთ კარდიოვასკულარული დაავადებები, რისკ ფაქტორები, ინტერვენცია და მართვა და ასევე რას ნიშნავს ინსულტი, როგორ ამოვიცნოთ ინსულტის ნიშნები, მკურნალობის თანამედროვე მიდგომები. ძალიან დიდი მადლობა მობრძანებისთვის, ვიცი როგორი დაძაბულებით ხართ. საკმაოდ დატვირთული გრაფიკი გაქვთ, ვნახეთ, ვიყავით, გადავიღეთ და დღეს მოგვეცით იმის საშუალება, რომ პასუხები გავცეთ იმ ტელემაყურებლებს, ვისთვისაც ძვირფასია ჯანმრთელობა, ვისაც აინტერესებს თემები, რომელზეც დღეს ვისაუბრებთ. პირველი კითხვა თქვენთან მექნება, ქალბატონო თამარ, რა არის ინსულტი და როგორ ამოვიცნოთ? მოგესალმებით, პირველ რიგში დიდი მადლობა მინდა მოგიხადოთ მოწვევისთვის, მადლობა თქვენ. ინსულტი ეს არის ყველგან მთელ მსოფლიოში ძალიან დიდი პრობლემა და ამ პრობლემის გადაჭრის გზა, როგორც პრევენციის, ისე მკურნალობის და შემდგომი პროფილაქტიკის, ეს არის ზუსტად მოსახლეობის განათლების ამაღლება ინსულტის შესახებ, ინფორმაციის მიწოდება და ერთგვარი სოციალური პასუხისმგებლობა ეს ექიმების იმისთვის, რომ მოსახლეობა იყოს სრულად ინფორმირებული ამ ვერაგი დაავადების შესახებ. აბსოლუტურად გეთანხმებით. ეს არის დაავადება, რომლის აცილება შეიძლება, რომლის მკურნალობა შეიძლება და რეაბილიტაცია შესაძლებელია. ინსულტი თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მწვავე მოშლა, რომელიც თავის მხრივ შესაძლებელია იყოს ორი ტიპის, ეს არის იშემიური ინსულტი და ჰემორაგიული ინსულტი. ორივე მათგანი ძალიან ვერაგია და დამახასიათებელია მათთვის, როგორც მაღალი ინვალიდიზაცია ამ დაავადების გადატანის შემდეგ, ასევე მაღალი ლეტალობის მაჩვენებელი. ყველაზე ხშირი არის იშემიური ინსულტი, რომელიც 80%-ზე მეტია ინსულტების საერთო რაოდენობის და იშემიური ინსულტი თავის მხრივ ხასიათდება მაღალი ინვალიდიზაციით. ინსულტის თემას მე ჩავშლიდი რამდენიმე ეტაპად. ალბათ პირველ რიგში ვისაუბრებთ იმის შესახებ, თუ როგორ ამოვიცნოთ, ხო? რა თქმა უნდა, პირველ რიგში ჩავშლიდი როგორც პრევენცია, შემდეგ პრეხოსპიტალური მართვა, რომელიც თავის მხრივ მოიცავს ამოცნობას და შემდგომ რეფერირებას, გადაყვანას, სწრაფ გადაყვანას კლინიკაში, შემდეგ ჰოსპიტალურ მართვაზე ვისაუბრებდი ორი სიტყვით, ანუ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პაციენტი, რომელსაც აქვს ინსულტი, მოხვდეს სპეციალიზირებულ კლინიკაში და მკურნალობა ჩაუტარდეს სპეციალიზირებული მულტიდისციპლინარული გუნდის მიერ. ამ მულტიდისციპლინარულ გუნდში, როგორც ჩვენი სახელმწიფო პროტოკოლით, ასევე რა თქმა უნდა ევროპის ინსულტთა ასოციაციის პროტოკოლითაც შედის როგორც ნევროლოგი, ისე ნეიროქირურგი, კარდიოლოგი და აუცილებლად გადამზადებული სპეციალიზირებული ექთნები, რომლებიც ზრუნავენ ამ პაციენტებზე. ამასთან ერთად რეაბილიტოლოგებიც აუცილებლად. შესაბამისად დღეს ის თემა, რომ ჩვენ ნევროლოგები და კარდიოლოგები ერთად ვართ ამ ეთერში, ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენი დაავადების, ანუ ამ ინსულტის, ნევროლოგიური დაავადების დიდი ნაწილი გამოწვეულია ზუსტად კარდიოვასკულარული პათოლოგიებით, როგორიც არის არტერიული ჰიპერთენზია, როგორიც არის მოციმციმი არითმია და ასე შემდეგ, გულის სხვადასხვა მანკები და ასე შემდეგ. დამეთანხმება ქალბატონი ელისო, რომ ჩვენ ერთობლივად, გუნდურად მუშაობთ იმისთვის, რომ პაციენტის, რა თქმა უნდა, ინსულტი პირველ რიგში არ მოუვიდეს, პრევენცია მოვახდინოთ ამისთვის
ასევე თუ კი ინსულტი მაინც განვითარდა, დროულად მოხდეს მისი მკურნალობა და შემდგომი პროფილაქტიკური მედიკამენტების სწორი დანიშვნა, რაც მოიცავს კარდიოლოგის აუცილებელ ჩართულობას. რომ არ გაიმეოროს ინსულტმა, იმიტომ რომ ვიცით, რომ ინსულტი არის დაავადება, რომელსაც ახასიათებს გამეორება და ეს გამეორება ზუსტად არის კავშირში იმასთან, რაც არის კარდიოლოგიური პათოლოგიები, თუ დროულად არ ვუმკურნალებთ ამ კარდიოლოგიურ პათოლოგიებს. მაგალითად, ხშირი არის მოციმციმი არითმიით გამოწვეული ინსულტი და თუ მოციმციმი არითმიის სპეციალური მკურნალობა შესაბამისი ანტიკოაგულანტებით, შესაბამისი დოზირებით ამ ანტიკოაგულანტების არ მოხდა და მულტიდისციპლინარულად არ ჩაერთო კარდიოლოგი ამ თემაში, შეუძლებელი იქნება ინსულტის თავიდან აცილება. მინდა უბრალოდ ერთი სიტყვით კიდევ თქვა, რომ ჩვენი დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრის კარდიოლოგიური და ნევროლოგიური განყოფილება ამ თვალსაზრისით ძალიან თანამშრომლობს და გარკვეულ კვლევებსაც ვაკეთებთ, გამოკვლევებს ვაკეთებთ პაციენტების და ჩვენი ხა 2026 წლის ევროპის ინსულტის ასოციაციის კონგრესზე ჩვენი პოსტერითაც წავდექით კარდიოლოგებთან ერთად, რაც გულისხმობს იმას, რამდენად ხშირი არის ინსულტი ამ პაციენტებში, მოციმციმი არითმია და სამწუხაროდ რამდენად არ არის ეს ან სწორად დამკურნალები ან პაციენტმა საერთოდ არ იცოდა იმის შესახებ, რომ მას ჰქონდა მოციმციმი არითმია, სამწუხაროდ კი ხშირი იყო ძალიან და სტატისტიკაც ამისი გვაქვს ჩვენ და ამ პოსტერში არის წარმოდგენილი და რომ პირველად როცა უკვე მას განუვითარდა ინსულტი კარდიოემბოლიური მოციმციმი არითმიის გამო, უკვე ჰოსპიტალში გაიგო ამის შესახებ. შესაბამისად, ეს თემა ძალიან მნიშვნელოვანია და ეს კოლაბორაცია ამ ორი დისციპლინის არის აუცილებელი. გასაგებია, დიდი მადლობა. მაშინ მე ახლა უკვე კაპიტან ელისოს ვკითხავ გულსისხლთა დაავადებების შესახებ, მისი გავრცელების შესახებ, რამდენად გავრცელებულია დღეს, იმიტომ რომ მახსოვს, როდესაც ვწერდით თქვენთან ინტერვიუს, აღნიშნეთ, რომ ყველაზე პირველ ადგილზე დგას. როგორ არის ის გავრცელებული საქართველოში, რეგიონში და ამის ალბათ მიზეზიც არსებობს რაღაც გარკვეულწილად. მოგესალმებით, მივესალმებით ტელემაყურებელს. რა თქმა უნდა, გულსისხლთა სისტემის დაავადებები მსოფლიოში პირველ ადგილზე დგას სიკვდილობის თვალსაზრისით და ეს არც ისე მცირე პროცენტით, ეს არის საერთო სიკვდილობის 31%. შესაბამისად, ეს მხოლოდ სტატისტიკა არ არის, ეს არის რეალობა, რასაც ჩვენ ყოველდღიურად ვხედავთ. შესაბამისად, გულსისხლთა დაავადება მოიაზრებს ბევრ სხვადასხვა დაავადებას, თუმცა იშემიური დაავადება მათ შორის ყველაზე რთული და ვერაგი დაავადება, რომელიც საკმაოდ ცუდ პროგნოზს გვეუბნება. აი, საინტერესოა, თქვენ როგორ ხედავთ დღეს? ინფარქტის შემთხვევებმა მოიმატა თუ პირიქით? აი, 21 საუკუნეში ვართ და ბუნებრივია რაღაც იმედი გვაქვს იმისა, რომ ტექნოლოგიების კუთხით განვითარება არსებობს, მაგრამ რა ხდება გარემოს თვალსაზრისით, ჩვენი ქცევის თვალსაზრისით, ყოველდღიურობის თვალსაზრისით? რაც შეეხება მიოკარდიუმის წავა ინფარქტის შემთხვევებმა, მინდა გითხრათ, რომ სამწუხაროდ ვერ მოიკლო. და ამასთანავე ვიტყვი, რომ ახალგაზრდა ასაკში გაცილებით, ვიდრე ეს იყო წინა წლებში, ფიქსირდება აღნიშნული დიაგნოზი. შესაბამისად, ამ დაავადების განვითარებას აქვს თავისი მიზეზები, ანუ რისკ ფაქტორები. ეს რისკ ფაქტორები არის მაგალითად არასწორი ცხოვრების წესი, გარდა ამისა გასგულისხმობთ, როდესაც საუბრობთ არასწორ ცხოვრებას. არასწორი ცხოვრების წესი მოიცავს ალკოჰოლის არასწორად მოხმარებას, ასევე მნიშვნელოვანია კვების რეჟიმი არასწორი, სტრესი, რა თქმა უნდა, ასევე მნიშვნელოვანი არის დაავადებები, რომელიც თანმხლებით შეიძლება ჰქონდეს პაციენტს, მაგალითად, როგორც არის არტერიული ჰიპერტენზია, შაქრიანი დიაბეტი და კიდევ თირკმლის უკმარისობა და ბევრი სხვა თანმხლები ორგანოთა სისტემის პათოლოგია, რომელიც რა თქმა უნდა ქმნის რისკს იმისას, რომ აღნიშნული შემთხვევებში განვითარდეს გულსისხლთა ისა თუ ის დაავადება და განსაკუთრებით მიოკარდიუმის წავა ინფარქტი. აი, კიდევ ერთ კითხვას დაგისვამ და შემდეგ ისევ კაპიტან თამარს ვკითხავ. აი, პირველი საათები რამდენად მნიშვნელოვანია, როდესაც ვხედავთ, რომ ავადმყოფი უკვე კარდიოლოგიური კუთხით არის მძიმედ. რატომ არის მნიშვნელოვანი პირველი საათები და რამდენად მნიშვნელოვანია?
ნამდვილად თითოეულ წუთს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მე როდესაც უკვე მიოკარდიუმის ინფარქტზე გვაქვს HP, რადგან თითოეული წუთი, სწორად გამოყენებული წუთი უდრის ძალიან ბევრ გადარჩენილ კარდიომიოციტს, ანუ გულის გუნდს, რასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს გულის ნორმალური ფუნქციონირებისთვის. ამიტომ არსებობს პროტოკოლები, ეს როგორც საქართველოში, ასევე საერთაშორისო, სადაც 90 წუთი მიოკარდიუმის ერთ-ერთი მძიმე ფორმის ინფარქტის დროს 90 წუთი ტკივილიდან კათეტერიზაციის ლაბორატორიამდე ეს არის ის პერიოდი, როცა აუცილებლად უნდა მოხდეს პაციენტი კათეტერიზაციის ლაბორატორიაში და მოხდეს დახშული, ანუ დაკეტილი კორონარული სისწრაფის გახსნა, ანუ ინტერვენცია, რათა პროგნოზი ამ დაავადების იყოს კეთილსაიმედო. გასაგებია, დიდი მადლობა კაპიტან თამარ. მე დასაწყისშიც კითხეთ პირველი ნიშნები ინსულტის, როგორია, რასაც უნდა მივაქციოთ ყურადღება და ხანდახან ძალიან ისე იოლად ვუყურებთ, არ ვაქცევთ ყურადღებას, არ ვუკავშირდებით ექიმს და იგივე კითხვა მექნება თქვენთან. შესაძლებელია თუ არა ინსულტის თავიდან აცილება და ამ შემთხვევაში დროს რამდენად აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა? ინსულტის პირველი ნიშნები ეს არის სახის ასიმეტრია, მეტყველების გაძნელება, მოძრაობის შეზღუდვა კიდურებში, ხედველობის გაუარესება, ნებისმიერი ამ სიმპტომიდან ერთ-ერთიც კი თუ განუვითარდა პაციენტს, ეს არის უკვე მისთვის საგანგაშო ნიშანი და აუცილებლად უნდა დარეკოს სასწრაფო დახმარებაში და აუცილებლად უნდა მოახდინოს სასწრაფო დახმარების ბრიგადამ მისი გადაყვანა სპეციალიზირებულ კლინიკაში. დრო ინსულტის მართვაში არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რა უკვე განვითარებული ინსულტის მართვაზეა საუბარი, რადგან ინსულტის საერთაშორისო გაიდლაინების და პროტოკოლების გათვალისწინებით პირველი 4 საათნახევარში შესაძლებელია ისეთი მედიკამენტის, ესე რომ ვთქვათ, გადასხმა, როგორიც არის თრომბოლიზ აქტოლიზე და თრომბოლიზისის ჩატარება, რომელიც არის ოქროს სტანდარტი და მინდა გითხრათ, რომ ეხლა კვლევები უფრო გაღრმავდა ამასთან დაკავშირებით და საუბარია, რომ ეს დრო კიდევ უფრო გახანგრძლივდეს, მაგრამ ჩვენი დღევანდელი პროტოკოლით ეს არის 4 საათნახევარი და რაც შეეხება თუ კი გვაქვს დიდი არტერიის ოკლუზია, ჩვენ უკვე ანუ დიდი არტერიაში თუ არის თრომბი, ასეთ შემთხვევაში უკვე შესაძლებელია თრომბექტომიის ჩატარება, ეს არის ინტერვენციული მანიპულაცია, შეგვიძლია დავარქვათ ოპერაციაც, როდესაც შედიან ბარძაყის არტერიაში და ბარძაყის არტერიით და თავის ტვინის ამ დიდი სისწრაფიდან იღებენ თრომბს. შესაბამისად, ადამიანი, რომელსაც ჰქონდა ეს ღრმა ჰემიპარეზი, ანუ მოძრაობის შეზღუდვა კიდურებში, რომელიც ვერ საუბრობდა, შესაძლებელია დაუბრუნდეს ცხოვრების წესს და სამსახურს და გაუმჯობესდება მისი ცხოვრების ხარისხი. თუ დავიგვიანეთ, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ვერ ჩატარდება, ასეთ შემთხვევაში უკვე რეაბილიტაცია ხანგრძლივდება და რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან დიდი ტვირთი, როგორც პაციენტისთვის, ისე მისი ოჯახისთვის და ისე ჩვენი ქვეყნისთვისაც. ანუ ინვალიდიზაციის ხარისხი მატულობს ამ შემთხვევაში და სხვაობა საკმაოდ დიდია, როდესაც ადრე და დროულად მიდის პაციენტი. უნდა აღვნიშნო და მე უნდა წავიკითხო, რომ გადაუდებელი კარდიოლოგიური და ნევროლოგიური პაციენტებისთვის მუშაობა დაიწყო დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრის სასწრაფო სამედიცინო სერვისმა. ვიან კარდიო ნეირო და აქაც არის იგივე მესიჯი, რასაც თქვენ ახლა საუბრობდით გადაცემის მსვლელობის დროს, რომ როცა ყოველი წუთი მნიშვნელოვანია, აი ნამდვილად ალბათ ყველა შემთხვევაში ყოველი წუთი მნიშვნელოვანია. ჩვენ რა თქმა უნდა განვაგრძობთ საუბარს და აი ამ საუბრის პროცესში თუ არის შესაძლებლობა რომ ოპერატორმა გვანახოს კადრები, თანმიმდევრულად იქნება გრძელებაც. აი კაპიტან თამარ, მკურნალობის თანამედროვე მიდგომების შესახებ თუ შეიძლება ვისაუბროთ, როდესაც საუბარი ეხება ინსულტს. როდესაც საუბარი ეხება ინსულტს, მკურნალობის თანამედროვე მეთოდები, ის მეთოდები, როგორიც არის თრომბოლიზისი და თრომბექტომია, ზუსტად როგორც აღნიშნეთ, დამყარებულია, დროსთან არის კავშირში. თუ პაციენტი დროულად მოვიდა კლინიკაში, ასეთ შემთხვევაში, რა თქმა
იგივე მეთოდის ერთად ან რომელიმე მათგანის ჩატარება. მაინც ეს დამოკიდებულია სიძარღვის ოკლუზიაზე, სიძარღვის რა დიამეტრის სიძარღვია, ესე რომ ვთქვათ, თრომბირებული, ოკლუზირებული, იმის მიხედვით ვირჩევ ჩვენ ამ მეთოდს. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს პაციენტი მოხვდეს იმ კლინიკაში, სადაც არის სრული ნევროლოგიური და ნეიროქირურგიული სამსახური. 24/7-ზე უნდა იყოს იქ ლიცენზირებული ნევროლოგის და ლიცენზირებული ნეიროქირურგის კლინიკაში, სადაც ეს სერვისები ხორციელდება და აი ამ სასწრაფო დახმარებას, რაც თქვენ აღნიშნეთ ახლა, აქვს ის მნიშვნელობა, რომ პაციენტი პირდაპირ გადაყავთ სპეციალიზირებულ კლინიკაში. ნუ ამ შემთხვევაში დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრია საუბარი. ინსულტის დროს არ ტკივათ, მეტყველება გაუძნელდებათ, რაღაცა ხელი გაუზრუშდებათ, დიახ. და ფიქრობენ, აი ხო გათენდება და გამივლის, ან გათენდება და მივალ ექიმთან. ან რაღაცა შაბათი ღია და ორ შაბათს ხო გამივლის. ორ შაბათს უკვე გვიან არის, დიახ, დიახ. ორ შაბათს უკვე გვიან არის. ის ოქროს საათები და წუთები უკვე გავიდა და შესაბამისად ამიტომ არის ასეთი დაგვიანებული მომართვიანობა ჩვენს კლინიკაშიც მათ შორის ჩვენ გავაკეთეთ ესე გამოკვლევა პაციენტების დაგვიანებასთან დაკავშირებით და საშუალო დაყოვნება პაციენტების წარმოიდგინეთ, ანუ საავადმყოფოში მოსვლამდე არის 18 საათი. ზუსტად აქედან ეს არის საშუალო, ვიღაცა 2 საათში მოვიდა, მაგრამ ვიღაცა 48 საათი საშუალო დაყოვნა. აი ძალიან მაღალია. კი ბატონო, გეთანხმებით და ამან განაპირობა ზუსტად რომ აი განსაკუთრებული რაღაც თითქოს ნიშა ავიღეთ, თუნდაც იმ სასწრაფო დახმარების ნაწილის, რომ აი მოსახლეობისთვის კიდევ უფრო ნათელი ყოფილიყო და აი არ დაელოდონ გათენებას, არ დაელოდონ ორშაბათის მოსვლას, თუ ეს კვირა ან შაბათია და აი ნებისმიერ დროს 24/7-ზე დარეკონ და უნდა იცოდნენ მათ, რომ კლინიკაში აუცილებლად დახვდება სპეციალიზირებულად გადამზადებული ნევროლოგით, ნეიროქირურგით, კარდიოლოგით და რა ვიცი, სრული სერვისით. საშუალება იქნებათ როგორც ოპერაციული, ისე არაოპერაციული მკურნალობის და პრევენციისიც კი ნებისმიერ დროს 24/7-ზე. აი აბსოლუტურად გეთანხმებით და ყველაზე მთავარი ჩვენი გადაცემის დანიშნულებაც ეს არის. ზოგადად და არა მხოლოდ დღევანდელი გადაცემის, რომ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ მოსახლეობას, როგორც ქუთაისის მასშტაბით, რეგიონის მასშტაბით და მოსახლეობის ინფორმირებულობა ალბათ კიდევ უფრო მეტ შედეგებამდე მიგვიყვანს, იგივე დროის ისწრაფის გამო, ცოდნის გამო სად უნდა მივიდნენ და უშუალოდ რა არის გადამწყვეტი და არავითარ შემთხვევაში, როგორც თქვენ აღნიშნეთ, არ უნდა დაელოდნონ და უშუალოდ როდის იქნება სამუშაო დღე, არასამუშაო დღეებში უნდა მიმართონ ექიმს და ნებისმიერ დროს არ აქვს მნიშვნელობა ეს იქნება ღამის საათები, შუაღამე თუ დღის რომელიმე სხვა პერიოდი. კაპიტან ელისო, მოდით ახლა ინფარქტს დავუბრუნდეთ და რა განსხვავება სტენოკარდიასა და ინფარქტს შორის, ეს რომ გითხრათ და აუხსნათ ჩვენს ტელემაყურებლებს. ზოგადად შევხები მოკლედ მიოკარდიუმის სწავლა ინფარქტი, გულის მკვებავი სისხლძარღვობის დაზიანება ხდება, ამ დროს ათეროსკლეროზული პროცესები ახდენს თვითონ სანათურის შიგნით, აი ამ სანათურის სრულ ან ნაწილობრივ დახშობას და შესაბამისად აქ უკვე წარმოიქმნება მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი. რაც შეეხება სტენოკარდიას, სტენოკარდია ესეც გულის იშემიური დაავადება, ანუ ჟანგბადის მიწოდებასა და მოთხოვნას შორის არის დისბალანსი, შესაბამისად თუმცა ჩივილები აბსოლუტურად შესაძლოა ერთნაირი იყოს. ეს არის მოჭერითი ხასიათის ტკივილი, ეს არის ლოკალური იქნება ეს თუ გადაცემითი. გადაცემითი ტკივილი შეიძლება იყოს, თქვათ, ეპიგასტრიუმის ანუ კუჭის არეში, შესაძლოა იყოს ქვედა ყბაში ან კიდევ მარცხენა ზედა კიდურში. ეს არის რაც შეეხება ტკივილის ხასიათს ინფარქტის და კარდიის დროს, ასევე საერთო აქვთ, თქვათ, ის ჩივილები, რომ გარდა ტკივილისა შესაძლოა გამოხატული იყოს ჰაერის უკმარისობა, სუნთქვის გაძნელება და კიდევ ზოგადი ცივი ოფლი და საერთო სისუსტე. ანუ ამ სიმპტომებიდან არ არის სავალდებულო ყველა ერთად იყოს, თუმცა რამოდენიმე სიმპტომის ერთობლიობა ხშირ შემთხვევაში არის ხოლმე გამოხატული აღნიშნული პათოლოგიების დროს.
ინფარქტი, როგორც თქვით, უკვე არის ჩამოყალიბებული პროცესი, დაზიანებული კარდიომიოციტი და რაც შეეხება სტენოკარდიას, ეს არის ინფარქტის წინა პერიოდი, წინა მდგომარეობა, სადაც ჯერ ბოლომდე სისხლძარღვი დახშული არ არის და ჩივილები შესაძლოა მხოლოდ ფიზიკური დატვირთვის დროს ან არტერიული წნევის მატების შემთხვევაში წამოვიდეს, როდესაც კორეგირდება არტერიული წნევა, ასევე მოსვენებულ მდგომარეობაში გადავა პაციენტი, შესაძლოა ტკივილმა გაიაროს. შესაძლოა ხშირ შემთხვევაში სტენოკარდიის დროს ეს ტკივილი გაივლის. თუმცა მინდა ვთქვა, რომ ერთი პატარა ნაბიჯია სტენოკარდიასა და ინფარქტს შორის, რადგან ნებისმიერი სტენოკარდიული შეტევა შესაძლოა გადავიდეს მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტში. ამიტომ მკურნალობას რაც შეეხება უკვე აი ამ ორი პათოლოგიის, რომელიც ძირითადად ერთ იშემიურ დაავადებაში ქვეშ არის მოქცეული, ამიტომ ჩარევა, დროული სიმპტომების ამოცნობა, შემდგომ ჰოსპიტალიზაცია, ეს იქნება თვითმომართვით თუ სასწრაფო დახმარების საშუალებით, შემდგომი კვალიფიციური კარდიოლოგების გუნდი მოახდენს დიაგნოზის ვერიფიცირებას და მოხდება დროულად კათეტერიზაციის ლაბორატორიაში, სადაც უკვე საუბარია ჩარევაზე. ჩარევა გულისხმობს კორონარულ სტენტირებას ან ანგიოპლასტიკას. ანუ ეს არის დაზიანებული სისხლძარღვის გახსნა და შიგ სტენტის მოთავსება, რაც სისხლის გამოვლობას აღადგენს სისხლძარღვში და მიეწოდება გულს სისხლი და გადარჩება იქ გარკვეული უჯრედები, ანუ კარდიომიოციტები. რაც, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც სიცოცხლის გადარჩენის თვალსაზრისით, ასევე მნიშვნელოვანია შორეული პროგნოზისთვის, რადგან დროულად გახსნილი სისხლძარღვი და დროულად ჩარევა ეს არის საუკეთესო პროგნოზის მაჩვენებელი. ანუ გართულებების რისკი, რაც საკმაოდ ცუდი გართულებები ახასიათებს ჩვენს დაავადებას, ეს არის სხვადასხვა არითმიები, მათ შორის სიცოცხლისთვის საშიში, ასევე გულის ქრონიკული უკმარისობა, რაც გადარჩენის სიცოცხლეს უკვე ცხოვრების ხარისხს აუარესებს. ანუ ჩვენთვის კარდიოლოგებისთვის მნიშვნელოვანი და ის დროს მიტო უსვავთ ხაზს, რომ რაც დროულად მოხდება ინტერვენცია, ანუ ჩარევა, აქ სიცოცხლე გადარჩება და შემდგომი საზრუნავი ჩვენი კარდიოლოგების არის ის, რომ ცხოვრების ხარისხი გავაუმჯობესოთ პოსტინფარქტულ პერიოდში. რაც ძალიან მნიშვნელოვანია მათი ცხოვრების ხარისხი. გასაგებია, აი ძიმე პაციენტების მდგომარეობასაც რომ შევეხოთ, ამ შემთხვევაში რამდენად მნიშვნელოვანია კარდიოქირურგიული გუნდის სწრაფი, ერთობლივი მუშაობა და რა დატვირთვა აქვს ამ ყველაფერს. დიახ, ნახეთ, აი როდესაც ვახსენე კორონარული ინტერვენცია, ნახეთ მიოკარდიუმის ინფარქტი ან სტენოკარდიის დროს კათეტერიზაციის ლაბორატორიაში სისხლძარღვის კორონაროგრაფიული კვლევით სისხლძარღვის დაზიანება. თუ ეს სისხლძარღვი არის კონკრეტულად 1 ან 2 სისხლძარღვი, რა თქმა უნდა, ხდება აქ სტენტირება ან ანგიოპლასტიკა. მაგრამ თუ არის მულტისისხლძარღვოვანი დაზიანება, ანუ მრავლობითი დაზიანება, აქ უკვე კორონარული ინტერვენცია ვეღარ მოხდება და უკვე ერთვება კარდიოქირურგიული გუნდი. რა თქმა უნდა, ძალიან დიდი მნიშვნელობის არის ეს კარდიოქირურგიული გუნდი, რადგან აქ უკვე საკმაოდ მასშტაბურ ჩარევაზე გვაქვს საუბარი, ეს არის აორტოკორონარული შუნტირება, რომელიც, რა თქმა უნდა, პაციენტის სიცოცხლის გადასარჩენად კეთდება და რა თქმა უნდა, ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით. ანუ ეს არის გუნდი კარდიოლოგია, კარდიოქირურგია, ინტერვენციული კარდიოლოგი, რომელიც პაციენტის თითეული ინფარქტიანი თუ სტენოკარდიული დაავადების მქონე პაციენტთან ახდენს შემდგომ ინტერვენციას დადებითი გამოსავლით. გასაგებია. დიდი მადლობა, ქალბატონ ელისო, თქვენთანაც იგივე შეკითხვა მექნება, რაც ქალბატონ თამართან. რა მნიშვნელობა აქვს და რა ეფექტი გააჩნია ზოგადად პრევენციას? თქვენ შემთხვევაში, თქვენ დაავადებაზე, როდესაც საუბრობთ და ქალბატონ თამარ, ასევე ინსულტის შემთხვევაში. რაც შეეხება პრევენციას, პრევენციული კარდიოლოგია ცალკეა გამოყოფილი ესეთი, რომელსაც ძალიან დიდი სამუშაო აქვს და ძალიან დატვირთულად და ინფორმაციის ძირითადად დაკავებული არის ეს ორგანიზაცია, როგორც საქართველოში, ისე ევროპის და ამერიკის კარდიოლოგთა ასოციაციებში. ანუ აქ ძირითადად საუბარი არის პაციენტის ინფორმირებულობაზე, რომ რამდენად რთული და პრობლემური დაავადებაა და რა შეუძლია გამოიწვიოს. სწორედ ის რისკ ფაქტორები, რაც ჩვენ ჩამოვთვალეთ, ეს არასწორი ცხოვრების რეჟიმი, კვება, ადინამია, დაავადებები, ეს არის ყველაფერი მოდიფიცირებადი რისკ ფაქტორები. მთელი პრევენციული კარდიოლოგია მიმართული არის სწორედ აი ამ მოდიფიცირებადი რისკ ფაქტორების შეცვლაზე. ანუ პირდაპირ კავშირშია გულსისხლძარღვთა დაავადების რისკის შემცირებასთან. ამიტომ არის მნიშვნელოვანი ზუსტად პრევენცია კარდიოლოგიაში, ისევე როგორც ნევროლოგიაში. გასაგებია. დიდი მადლობა და იგივე კითხვით, ქალბატონ თამარ. პრევენციის როლი.
პრევენციის როლი კარდიოვასკულარულ და ნეიროვასკულარულ პათოლოგიებში, როგორც არის ინსულტი, ინფარქტი და ასე შემდეგ, თითქმის აი რისკ ფაქტორები, რაც ქალბატონმა ელისომ ისაუბრა, მე აღარ გავმეორდები დეტალურად ისაუბრა, თუმცა დავამატებდი ერთს და რაც ნევროლოგიისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, არის ის, რომ თუ პაციენტს განუვითარდა გარდამავალი ისემიური შეტევა და ეხლა ავხსნი ეს რა არის. ეს არის მდგომარეობა, როდესაც მას განუვითარდება თუნდაც მოძრაობას შეზღუდვა კიდურებში, ან მეტყველების გაძნელება, სახის ასიმეტრია და მალევე აულაგდება. შეიძლება რამოდენიმე წუთში, ან 1 წუთში, ან 24 საათის შიგნით. და ჩათვლის, რომ იყო რაღაც და გაიარა. აი ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რომ აი ამ დროს უნდა მივაქციოთ განსაკუთრებული ყურადღება, რადგან ეს მომასწავლებელია იმის, რომ ეხლა იყო გარდამავალი ისემიური შეტევა, მაგრამ შესაძლოა ძალიან მაღალი პროცენტია იმის, რომ განვითარდეს ისემიური ინსულტი. თუ კი ჩვენ პრევენციას ჩავთავთ ამ დროს, რაც მოიცავს იმას, რომ გამოვიკვლევთ რამ განაპირობა ეს გარდამავალი შეტევა და ამას მივაქცევთ ყურადღებას, ჩვენ თავს დავიცავთ ინსულტისგან. რას მოიცავს ეს ღონისძიებები? ეს მოიცავს როგორც გულის ეხოსკოპიას, მოციმციმი არითმიის აღმოჩენას, ანუ კარდიოლოგთან ვიზიტს, ასევე ექსტრაკრანიალური სისწარღვების დოპლეროგრაფიას. ეს არის სისწარღვები, რომელიც თავის ტვინ სისხლით ამარაგებს და ხშირ შემთხვევაში შესაძლოა იყოს ინსულტის ერთ-ერთი მიზეზი და აქაც თუ კი არის სტენოზი, ანუ ამ სისწარღვის დაზიანება, შევიწროება, რა ვიცი როგორც გვინდა ვთქვათ, ანუ სტენოზი თუ გვაქვს, აი 50%-ზე მაღალი და არის სიმპტომური, ამ დროს მკურნალობის ტაქტიკა არის განსხვავებული, თუ არის დაბალი ხარისხის, დაბალი პროცენტით, ამ დროს კონსერვატიული მკურნალობა არის მოწოდებული, მაგრამ აუცილებლად ჩასატარებელი, რადგან შესაძლებელია ისევ გაისროლოს იქიდან ეს მიკროთრომბები, ან უფრო დიდი ინსულტის მიზეზი გახდეს. ამიტომ თხოვნა მექნება, თუ კი პაციენტს აღენიშნა გარდამავალი ისემიური შეტევა, ანუ რაღაცა წუთიერი ან ერთი საათი, რომელიც მიმდინარეობდა ნევროლოგიური დეფიციტი და გაიარა და არ ჩაითვალა, არ გაიარა, ანუ იმან გაიარა, მაგრამ ის ძალიან მაღალი ალბათობით დასრულდება რამოდენიმე დღეში, ან შეიძლება საათშიც კი ინსულტით და ამიტომ ამ დროსაც არ უნდა დავრჩეთ სახლში და აუცილებლად უნდა მივმართოთ შესაბამის კლინიკას ან ექიმს, რა თქმა უნდა. ძალიან ბევრ რჩევას აძლევთ დღეს ჩვენს ტელემაყურებლებს, მით უმეტეს თქვენ აღნიშნეთ, რომ ინსულტის შემთხვევაში მტკივნეული არ არის და როდესაც მტკივნეული არ არის, ჩვენ რატომღაც ვთვლით, რომ არ არის საჭირო ექიმთან მიმართვაც და ამიტომ ყოლდება ალბათ ხშირ შემთხვევაში პაციენტის ექიმთან ვიზიტი. მე ყოველ შემთხვევაში ასე ვთვლი და ძალიან კარგია, რომ ინფორმაციის თვალსაზრისით დღეს საჭირო ინფორმაცია მივაწოდეთ ჩვენს ტელემაყურებლებს. ინსულტის რეაბილიტაციის შესახებაც რომ თქვა ორი სიტყვა. გავდონ თამარ. ინსულტის ადრეული რეაბილიტაცია ეს არის კარგი გამოსავლის მომასწავლებელი. ანუ რაც უფრო მალე მოხდება რეაბილიტაცია, რა თქმა უნდა, უფრო კარგი იქნება ამ პაციენტს გამოსავალი. რეაბილიტაცია მიმდინარეობს თვითონ ინსულტის ერთეულში იწყება. ეგრეთ წოდებულ stroke unit-ში იწყება რეაბილიტაცია. რეაბილიტაცია უნდა დაიწყოს აუცილებლად ექთანმა, პირველ რიგში, რომელიც ამ პაციენტს ის გვერდით არის. მნიშვნელოვანია ყლაპვის რეაბილიტაცია აუცილებლად, იმიტომ რომ მაღალი რისკი აქვს ასეთ პაციენტებს ასპირაციის და ეს ასპირაციული პნევმონიები ვითარდება ხშირად, ანუ გადაცდენა ხდება და აქედან პნევმონიები ვითარდება. ჩვენ თუ გავითვალისწინებთ
საერთაშორისო სტატისტიკასაც ვნახავთ, რომ სამწუხაროდ ლეტალური შემთხვევები, რომლებიც დადგა ამერიკაშიც კი ინსულტიან პაციენტებში, მათი 40% იყო ზუსტად არა ინსულტით დამდგარი ლეტალური შემთხვევა, არამედ აი ამ ასპირაციული პნევმონიებით დამდგარი ლეტალური შემთხვევა, რაც პირდაპირ კავშირშია მოვლასთან და დროულ რეაბილიტაციასთან. თუ ჩვენ ვისაუბრებთ გვიან რეაბილიტაციას, რა თქმა უნდა, რეაბილიტაცია ინსულტიან პაციენტს ჭირდება აუცილებლად შემდგომშიც და არის რეაბილიტაციის ცენტრები ქუთაისშიც და საქართველოში არის რეაბილიტაციის პროგრამა, რომელიც სახელმწიფოს მიერაც ფინანსდება და ჩვენი მოსახლეობა ამ პროგრამაში შეიძლება ჩაერთოს და ჩართულია კიდეც სხვათა შორის ძალიან ბევრი პაციენტი ამ პროგრამაში, რომელიც ამ წუთას მაგრამ აუცილებელია ცოდნა, რომ არსებობს მსგავსი პროგრამა. რა თქმა უნდა და აი ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის გამეთანხმება ქალბატონი ელისოც არის პაციენტის ოჯახის წევრების განათლება ამ თვალსაზრისით, რომ აი ზუსტად თითოეული ჩვენგანის როგორ უნდა მოუარონ, როგორ უნდა მედიკამენტები როგორ სწორად უნდა მისცენ და სად შეუძლიათ გაიარონ რეაბილიტაციის კურსი. გასაგები და ამ დროს თქვენი რჩევა არის ძალიან მნიშვნელოვანი. კაპიტან ელისო, მთავარი გზავნილი, ასე ვთქვათ, მოსახლეობას რა შემთხვევაში არ უნდა დავკარგოთ დრო და რა შემთხვევაში უნდა ვიმოქმედოთ დაუყოვნებლივ, ჩვენ ფაქტობრივად გადაცემის დასასრულისკენ მივდივართ და შეგიძლიათ მიმართოთ ჩვენს მოსახლეობას. თუ მაგალითად ტკივილი ან ნებისმიერი საეჭვო გულის ჩივილი გაჩნდება და ეს ხანგრძლივდება დაახლოებით 15 წუთიდან მეტხანს, რომელიც არ გაივლის და აღარ უნდა დაველოდოთ და რა თქმა უნდა დროული ჰოსპიტალიზაცია უნდა მოხდეს შესაბამისად კლინიკაში, სადაც არის კარდიოლოგთა კვალიფიციური გუნდი, რომელიც მოახდენს სრულად დიაგნოსტირებას, მკურნალობას და შესაბამის ინტერვენციას ის თუ რაც ჭირდება პაციენტს. თუ არა და გამოირიცხება გულის პათოლოგია და უკვე მშვიდობიანად გაეწერება პაციენტი ბინაზე. ეს არის ის გზავნილი, რომელიც დრო, რა თქმა უნდა, არ უნდა დაკარგონ და სწორედ თან უნდა რაც თქვა, რომ აი მოლოდინი, რომ მოდი გაივლის, ხშირ შემთხვევაში ყოფილა ეს ეპიზოდი, რომ დალოდებიან დილით, რა თქმა უნდა, რომ იქ რადგან არ ყოფილა ძლიერი ინტენსივობის, ანუ ხშირ შემთხვევაში, როდესაც ტკივილი აუტანელია და ეს იწვევს ჰემოდინამიკის რღვევას ან წნევის დავარდნას ცუდ მაჩვენებლებამდე და როდესაც ზოგჯერ გონებასაც კი გარგავს პაციენტი, რა თქმა უნდა, მაშინ იძულებული ხდებიან რომ მოვიდნენ ჩვენამდე. თუმცა ზოგჯერ არის ასატანი ჩივილები, ანუ ეს ბრჭყალებში ასატანი, თუმცა ხშირ შემთხვევაში ძალიან საშიშია. ამიტომ დრო, სიმპტომების დროული ამოცნობა და ჰოსპიტალიზაცია, სადაც უკვე კვალიფიციური გუნდი გადაწყვეტს პაციენტის მდგომარეობას, რა სჭირდება და შესაბამისად მათი სიცოცხლეც და ცხოვრების ხარისხიც იქნება ისეთი, როგორიც უნდათ რომ იყოს. გასაგებია და კაპიტან თამარ, იგივე გზავნილი თქვენ რომ ჩვენს მოსახლეობას მიმართოთ და უთხრათ რა არის მნიშვნელოვანი, კიდევ ერთხელ გაუმეოროთ მიუხედავად იმისა, რომ გადაცემის მსვლელობის დროს დროზე არა ერთჯერ ვისაუბრეთ, მაინც კიდევ ერთხელ მიმართოთ შეჯამების სახით, რომ დავასრულოთ ჩვენი დღევანდელი შეხვედრა. ცოდნა იმისა, თუ რა არის ინსულტის სიმპტომები. დიახ. კიდევ გავიმეორებ სახის ასიმეტრია, მეტყველების გაძნელება, მოძრაობის შეზღუდვა კიდურებში, მხედველობის გაუარესება, თუ რომელიმე ერთ-ერთი მათგანიც უეცრად განვითარდა, აუცილებლად უნდა დავრეკოთ სასწრაფო დახმარებაში და აუცილებლად უნდა ვითხოვოთ გადაყვანა სპეციალიზირებულ კლინიკაში. გასაგები. ძალიან დიდი მადლობა. ვფიქრობთ, რომ დღეს საინტერესო რჩევები მივაწოდეთ ჩვენს ტელემაყურებლებს. აუცილებელია ალბათ ამას პერმანენტული ხასიათი მიეცეს და რაც უფრო მეჯერ გავუმეორებთ ჩვენს საზოგადოების წარმომადგენლებს იმას, რომ მნიშვნელოვანია ჯანმრთელობის დაცვა, ექიმთან დროულად მისვლა, იმ სიმპტომების ამოცნობა, რაც სხვადასხვა დაავადების დროს გამოვლინდება, მაგრამ ჩვენ ვამბობთ, რომ გაივლის, ალბათ კიდევ უფრო მეტი ჯანსაღი მოსახლეობა გვეყოლება საქართველოში და არა მხოლოდ
კიდევ ერთხელ მინდა შევახსენო ჩვენს ტელემაყურებლებს გადაცემის სტუმრები დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრის კარდიოლოგიური სამსახურის ხელმძღვანელი ელისო წაკაძე და დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრის ნევროლოგიური განყოფილების ხელმძღვანელი კლინიკური დირექტორი პროფესორი თამარ ჯანელიძე. მადლობა. წარმატებებს გისურვებთ. მადლობა ჩვენს ტელემაყურებლებს იმისათვის რომ იყავით ჩვენთან, გვისმინეთ, გვიყურეთ და მიიღეთ ჩვენი რჩევები. ჯანმრთელობას გისურვებთ. მე გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე. ნახვამდის.